ქართული მედიის სურათი ასეთია. ერთ მხარეს პროპაგანდისტი არხები არიან და საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მსუბუქად თუ ვიტყვით, ზერელე ან ზედაპირული გაშუქებით ხელს უწყობს ოცნების მცდელობას ავტორიტარული ძალაუფლება გაანამტკიცოს, თუ ხეშად ვიტყვით, ეს მიზანმიმართული მცდელობის ნაწილია. მეორე მხარეს პარტიებთან აფილირებული ოპოზიციური ტელევიზიები არიან და ონლაინ მედია, რომელსაც ფინანსური დამოუკიდებლობის პრობლემა მუდმივად ედგა. ახლა კი, როცა ქართული ოცნება ერთმანეთის მიყოლებით იღებს რეპრესიულ კანონებს და მის შეზღუდვას ცდილობს, გადარჩენის საფრთხის წინაშეა. ეს უკანონო პოდკასტია, მე გიორგი ბასხაჯაური ვარ და დღეს ჩვენი სტუმრები გიორგი გიორგაშვილი, 64-ის ჟურნალისტი და მარიამ ნიკურაძე, ოსიმედიას თანადამფუძნებელი, რედაქტორი და ფოტორეპორტიორი არიან. პირველ რიგში უნდა გკითხოთ კითხვა, რომელიც ბოლო დროს მაინც აღარ მომწონს, როგორ ხართ და ამიტომ დავამატებ ამას ესეთ ნაწილს, რა პროცესში ხართ, ან რა არის ის საწუხარი, რასაც ბოლო დროს ყველაზე ხშირად ფიქრობთ. სალამი, პირველ რიგში შემოგიბრუნებ კითხოს და მაინტერესებს რატო ქვია ჩვენს პოდკასტ უკანონო. იმიტომ მე მგონი ეგეც ამ ჩვენი საერთო საუბრის. რავი, ბოლო დროს ერთმანეთის მიყოლებით ყველაფერი უკანონოდ ცხადდება, შეიძლება რაღაც მომენტში მოიხედო და რაც წინა დღეს თავშესაქცევი იყო, დღეს უკანონობად გამოაცხადონ, რაც ალბათ მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გამძაფრდება თუ ქართული ოცნება ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს დარჩა და მეორე მხრივ პრინციპში ქართული ოცნების უკანონობებზე საუბრობთ და მაგიტო უკანონო პოდკასტი. წარმატებები ამ პოდკასტში. ხო, რა ვიცი, პროცესს რაც შეეხება, დღეს ალბათ ამაზე ვისაუბრებთ, როგორი არის მედიის გამოწვევები, ალბათ ამაზე უარესი აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ყველაზე უფრო უარესი შეიძლება ის იყოს, რომ არ ვიცით წინ რა იქნება და რა ვიცი, ესე ჩამოვაყალიბებდი ამ ეტაპზე. მე ბევრ რაღაცაზე, ვფიქრობ მე ცალკე და ჩვენი ნიუსრუმი ცალკე, არის რაღაც ძალიან კონკრეტული პრობლემები, რაზეც ვფიქრობთ და რაღაც არ მოველოდებით, მაგრამ ის აღმოჩნდება ხოლმე, რომ უკვე საფიქრებია, მაგალითად ჩვენი ნახევარის სტაფი არ არის მოქალაქე საქართველოში და უკვე მაგის შიში გვაქვს, რომ შეიძლება მალე აღარ შემოუშვან საქართველოში. ეხლა რაღაც ის კონკრეტული ამ კვირის თემა ჩვენს ნიუსრუმში არის, რა გვეშვალება თუ სტაფი არ შემოუშვეს, მაგრამ ზოგადად ეგზისტენციალური საფრთხე არის ყველა მედიის და განსაკუთრებით ეხლა ონლაინ მედიის გამოწვევა, იმიტომ რომ მალე შეიძლება ვეღარ ვიფუნქციონიროთ ისე, როგორც ფუნქციონირებენ ნორმალური მედიები, მეტნაკლებად ნორმალურ დემოკრატიებში. თან ეგ პრეცედენტიც უკვე გვაქვს ქვეყანაში არ შემოშვების და მეორე მხარეს კიდე რაღაცა აჩრდილივით ეს ფარა და ბრიტანული მოდელი შემოიტანეს, რომელიც არ ვიცი, ისედაც ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ რაღაცა ცალკე დამატებითი გამოწვევაა, მაგრამ რაღაცა გამართულ სამართლებრივ სისტემებში ალბათ რაღაცნაირად სხვანაირად იმუშავებდა, მაგრამ აი აქ რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ რაღაცა მედიის მოქმედების სფეროში შევიდეს. თან პრინციპში ორივე ონლაინ მედიას მეც ონლაინ მედიას წარმოვადგენ და ეგეც თქვეს, რომ ონლაინ მედიასაც გვინდა, რომ რაღაცნაირად დავარეგულიროთ რა. ხო, როგორია მოლოდინი მაგ ნაწილში ამ კანონების გათვალისწინებით, რაც ბოლო დროს შემოაგორეს? ხო, მარტივად რომ ვთქვათ, საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მარეგულირებელ კომისიას მისცემს შესაძლებლობას, რომ შინაარსში შევიდეს, მედიის შინაარსში. ამ ეტაპზე ვიცით, რომ ეს შეეხება მხოლოდ სატელევიზიო მედიას და მათ ონლაინ პლატფორმებს, მაგრამ ალბათ ერთი ნაბიჯი იქნება შემდეგ უკვე იმ რაღაც ჩამატებების სახით, რომელიც ახასიათებს ხოლმე ასეთ კანონებს, რომ ესეთი რეგულაციები მისცდეს ჩვენ ტიპის ონლაინ მედიებსაც, რაც თავისთავად არის ძალიან პრობლემური და არ ვიცი, ამდენად შეგვიძლია ამაზე ფართოდ ვისაუბროთ. აქამდე არსებული ასე ვთქვათ მოდელი, რაც მოიცავდა თვითრეგულირებას, რამაც გვაჩვენა, რომ შეუძლია ამ მიდგომას ასე ვთქვათ კარგი პროგრესი მისცეს მედიას ეთიკური განვითარების თვალსაზრისითაც. ახლა ეს უკვე მიიღებს ერთი მხრივ სახელმწიფო რეგულატორის ხელში აღმოჩნდება
ხდება ეს რაც ასე ვთქვათ სადამსჯელო ხასიათი შეიძლება ამას კონდეს და მეორე მხრივ ესე ტიპის ასე ვთქვათ საკანონმდებლო ცვლილებები ყოველთვის გვაფიქრებინებს რომ შესაძლოა ზოგიერთი მედია იყოს უფრო პრივილეგირებული მედიის ის ნაწილი რომელიც იზიარებენ სახელმწიფო კურსს და ამან ისედაც უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი მედია გარემოში კიდევ უფრო მეტი უთანასწორობა შემოიტანოს. ან მაგალითად თუ კი ეს სტანდარტი თანაბრად გავრცელდება ნებისმიერ მედიაზე და თუ კი დავუშვებთ რომ ნამდვილად ასეთი განზრახვა აქვს ამ პოლიტიკურ ჯგუფს რომ მედიას ის ნაწილიც გააჯანსაღოს რომელიც დღეს მათ ემხრობათ ამან მთლიანად უნდა რადიკალურად შეცვალოს ამ დაშვებით ხო იმედის შინაარსის პოზიტივის შინაარსის სადაც აღარ არის საუბარი რაღაც ეთიკურ დარღვევებზე ხო რაღაც ადამიანებს აბსოლუტურად რაც დეჰუმანიზებას ეწევიან ზოგ შემთხვევაში ესეთი ტერმინებით მოიხსენიებენ თუმცა ვიცით რომ ეს მათ ალბათ არ შეეხებათ ხო ეგ სასაუბრო ლექსიკაში ეგრევე გაჩნდა რაღაცა აგენტები უცხოეთის აგენტები იმერე ეს კედელზე მინაწერები რომელიც რაღაცა ეს შავი რუხი ხელი აკეთებს მაგრამ ანუ გასაგებია ვინც აკეთებს მაგრამ აი ნიშნები როდის იყო შესამჩნევი რომ ამათ რაღაცა მედიის კონტროლი უნდათ რა ბიძინა ივანიშვილის პრინციპში კაი ხანია ჰქონდა რომ რაღაცა მედია ტრენინგები და მედიის აღზრდა და მედიის გადამზადება თუ რაღაცა აი მარიამ შენთვის თუ არის რაღაცა ეგეთი ხელშესაჭიდი რომ ამათ რამდენიმე წელია ვიტყოდი რაც ნერვებს უშლით განსაკუთრებით ანუ დამოუკიდებელი მედია და რამდენ არ ვიცი 3-4 წელი მაინც შეგვიძლია ვთქვათ რომ განსაკუთრებით ანუ დაღმასვლა არის მედიის უფლებების მხრივ და გამოხატვის თავისუფლების პრესის თავისუფლების მხრივ ამ კანონზე მინდა ვთქვათ ან ესეთი აზრი მაქვს მე რომ ორი რაღაცა არის და ერთი არის რომ თავისთვის ანუ იმზადებენ საკანონმდებლო გარემოს ისეთ სადაც ყველანაირი ბერკეტი ექნებათ რომ გააჩვმონის მედიები რომლებიც არ მოსწონთ მაგრამ ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე ამ კანონების მიღება არის დაშინება იმიტომ რომ ასე მგონია რომ არ აქვს საკმარისი რესურსი რომ მართლა ყველა მედიაში ესე ერთიანად შევიდნენ და ყველა დააკავონ და ყველა დააჯარიმონ ანუ მაგხელა ინფრასტრუქტურა არ აქვს ეს არის რომ უცხოური აგენტების ანუ ეს რუსული კანონი როცა ჰქონდა და მიიღეს და არ დარეგისტრირდა არავინ ვინც მათ უნდათ რომ იმ რეჟში ენახათ ახლა რახან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება შემოვიდეს ამ ახალი კანონმდებლობით და ჯერ არ ვიცით საბოლოო რა სახით მიიღებენ ხო შეიძლება ფიქრობენ რომ ახლა ციხეში წასვლა უფრო ისეთი ფაქტორია შეიძლება მართლაც ვიღაცები ამ შიშის გამო დარეგისტრირდნენ ხო მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მივდივართ რომ ისეთი კურსი აქვთ აღებული რომ აზერბაიჯანი ბელარუსი რუსეთის სურათს მივიღებთ სადაც დამოუკიდებელი მედია ტრადიციული ფორმით ვერ იარსებობს და გადავა ალბათ ანდერგრაუნდში იმიტომ რომ ყველა ის კანონი რასაც ეხა იღებენ რაც უკვე მიღებულია საკმარისია იმისთვის რომ ანუ ლეგალურად მედიამ დამოუკიდებლად იფუნქციონიროს როცა დასრულდება ამ ყველაფრის მიღება თუმცა ეს პროცესი დაიწყო ალბათ 2021 წლის დასაწყისიდან 5 ივლისამდეც მანამდეც ანუ ჰეით რაღაც ანუ სიძულვის კამპანიით და მერკო გადაიზარდა ფიზიკურ თავდასხმებში გადაიზარდა ტარგეტირებული რაღაცა თავდასხმებით ინდივიდუალურ ჟურნალისტებზე თუ მედია გამოცემებზე, ასევე საკანონმდებლო, რა ქვია, სივრცის შექმნა და დღეს მზიამაღლებელი ციხეში რო არის, ეს უკვე ერთი უდიდესი გამოწვევა არის, რაც გვაქვს და რაც ასევე მესიჯი არის, რომ ჟურნალისტობა აღარ გვიცავს ციხისგან, რაც მგონია, რომ ბევრისთვის მართლა, ანუ აი რა ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს გარშემო ეგონა, რომ მზია გარეთ იქნებოდა თუნდაც იმ რა ქვია მაგას ბრალდებების ანუ მოკეთ როგორ თქვა გირაუთი მაინც გამოუშვებდნენ ანუ ჩემთვისაც რაღაცა იმედი მეც მქონდა რომ რაღაცნაირად დაიცავდა ის რომ ამხელა ორი ნეტგაზეთი ბათუმელები ძალიან გავლენიანი გამოცემების თანადამფუძნებელია თუმცა ეს რეალობა უკვე რეალობა ჩვენთვის ანუ რაც გვეგონა რომ აქამდე არ მივიდოდით ესე მალე ხო ძალიან ეს ხისტინა ბიჯი იყო გაფრთხილებასავით რომ აი რაღაცა ჩვენ აი აქ ვდგავართ და ესე რაღაც ესეთი გეგმები გვაქვს ეს მაგნაცილში ერთია კიდე აი ეს კანონები რომლებსაც იღებენ და იღებენ შეიძლება ვიღაცას ეგონოს რომ ცუდსა და უარეს შორის არჩევნის გაკეთება თუ ასაჭირო რაღაცნაირად დარეგისტრირდება და ნუ ცუდსა და უარეს შორის გადაწყვეტილებას მიიღებს და მუშაობას მაინც გააგრძელებს რა რაღაცნაირად ეგ მაგნაცილს მაინც მოიხსნის რომ შეიძლება მას ან სისხლის სამართლებრივი პასუხისგების გადახდა დაეკისროს ან რაღაცა ჯარიმები დაეკისროს თქვენ როგორ უყურებთ მაგ საკითხს
მე მგონია რომ თუ რა ქვია ქართულ ოცნებას ვიღაც არ მოსწონს დარეგისტრირდება არ დარეგისტრირდება დაემორჩილება არ დაემორჩილება თუ ვიღაცის მოშორება უნდა თუ ვიღაცა ხალხს უშლის თუ ვიღაცაზე უნდა შური იზიოს ამას გააკეთებს არ ჭირდება ის რაღაც კონკრეტული კანონი და ამის ბევრი გამოცდილება გვაქვს თუნდაც ნიკა გვარამიას кейსი არის ძალიან თვალსაჩინო მაგალითი ამისი ხო ყველაზე მეტად შემაშინებელი არის ზუსტად ეგ რომ დღეს ხო აღარ საუბრობთ ისეთ გარემოზე სადაც მართლა ასე ვთქვათ მართსაწინააღმდეგო მოქმედებას მოყვება ასეთი ტიპის სასჯელი ხო იგივე მზიამოღლობელის საქმე რაც ახსენა კიდეც მარიამმა არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზე საქალაქო სასამართლოების დონეზე არაერთი кейსი გადაწყვეტილებები როდესაც მსგავს საქმეებზე როდესაც საქმე ეხებოდა არათუ სილის გაწვნას პოლიციელზე არამედ ბევრად უფრო მძიმე თავდასხმებს ასეთი საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზეც კი ითქვა რომ ვერ განიხილება იმ მუხლით რომელსაც მოყვება სისხლის სამართლის პასუხისგებლობა ხო და იქ ჩვენ ნახეთ რომ 1000 ლარიანი ჯარიმით მაგალითად დაჯარიმდა ასეთ შემთხვევაში პირი. სწორედ ეს გარემოქმნის ასეთ არაორდინალურ და საშიშ სივრცეს მედია საქმიანობისთვის, რაც შეეხება კონკრეტულად თქვათ ფარას ხომ, რომელიც არსებობს მაღალი ალბათობა რომ ჩვენზეც გავრცელდეს. ნუ ამ შემთხვევაში უბრალოდ რომ განვიხილოთ, რომ აი ხო განვიხილოთ რომ როგორ თუ კი არის ასეთი თამაშის წესი და შენ გაქვს არჩევანი არსებობას, ფუნქციონირებას ან საერთოდ არ ფუნქციონირებას შორის, იმ დაშვებითაც კი რომ აი ვიღაცამ გადაწყვიტოს რომ ეხლა მე უნდა დავრეგისტრირდე. როგორ წარმოგიდგენიათ რომ ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის მთავარი იარაღი რაც არის აუდიტორიასთან დობა, შენს პროდუქცს იწყებ ან ამთავრებ იმის მოხსენიებით რომ მე ვარ რაღაც უცხოეთის აგენტი ან უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული რაღაც ანუ ხო ხვდებით ის ფორმულირება რამდენად ტოვებს მე რაღაც შენი განაცხადი რამდენად შემდეგ ტოვებს დობას აუდიტორიასთან ხო ასეთ შემთხვევაში მე მგონია რომ ჩვენ და რაღაცნაირად დრო დადგა რომ გამოვაფხიზლოთ ბიზნესიც რომელიც არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ფაქტორი რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინ დატოვა მგონია დამოუკიდებელი მედია არის რეპრესიულ მზრახვებთან მარტო და მგონია რომ დადგა დრო რომ მაგებზეც რაღაცნაირად გავხსნათ დისკუსია იმიტომ რომ თუ არ გამოიჩენს ბიზნესი ახლა რაღაცა თავის მონაწილეობას დემოკრატიის შენარჩუნებაში მედია გარემოს შენარჩუნებაში კიდევ უფრო მალე გადაშენდება ყველა ის მედია რომელიც შეიძლება ონლაინ სივრცეში ადამიანებს უყვარდეთ ვიდრე წარმოუდგენიათ. პრინციპში ხო აი განაწილი ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი კომერციული დამოუკიდებლობა მოიტანდა ალბათ რაღაცა გარანტიებს რა. მაგრამ ქართულ ონლაინ მედიას პრინციპში არასდროს არ ჰქონია, ნუ ხარისხიან და კრიტიკულ ონლაინ მედიას ესე ფინანსური სტაბილურობა და ისა საკუთარი თავის შენახვის შესაძლებლობა რეკლამით ესე მაინც და მაინც არ ჰქონია რა. მაგ ნაწილში რატო ხდება ეგრე და ხო ნუ პრინციპში ალბათ მცირე ბაზარიც განაპირობებს და კიდევ ბევრი სხვა მიზეზიც იქნება. თქვენი ხედვით რატო ხდება ეგრე ან აი ახლა ეს რამდენად შეიძლება რომ ეგ დაინახოს შესაძლებლობად რომ რაღაცნაირად ის რომ ხელისუფლება გიპირისპირდება ბიზნესმა აი მაგლასაც ნუ ხო მე ნაკლებად წარმომიდგენია იმიტომ რომ მაინც და მაინც პასუხისმგებლობა და ბიზნესი ჩვენთან ერთად რაღაცა ვერ თანა არსებობს თითქოს რა თქვენ როგორ ხედავთ მაგ ნაწილს ცოტა გვიანიც იქნებოდა უკვე ანუ თუ რამე იყო მანამდე უნდა ყოფილიყო აი ხარა ანუ ისედაც ჯერთი ბაზარი არის ძალიან პატარა მეორეც ონლაინ მედიებს სიმხელა ავტორი არ ყავთ რაც ტელევიზიებს და უკვე თავიდანვე ურჩევნიათ ხოლმე რომ ტელევიზიებში წასულიყვნენ ეხლა მანდა სხვა რეალობა არის და იქაც უჭირცნა და რა თქმა უნდა იქ არის აი პოლარიზაცია პოლიტიზირებული აბსოლუტურად ექსპერო ამიტომ ონლაინ მედიას არც არასდროს ესე უოცნებია რომ მარტო რეკლამით არსება შეიძლება რაღაც შემოსავალი ქონდათ ვიღაც შეიძლება ეხაც აქვთ, მაგრამ ამითი არსებობა მართლა რა ვიცი, წარმოუდგენელი იქნებოდა. მაგიტომ არის ხოლმე რომ ონლაინ მედიის მდგრადობა ყოველთვის სანამ საერთოდ რამე პრობლემა გვექნებოდა, ყოველთვის სულ იდგა გადარჩენის და ხო ეგ გიორგი აი ამ პროცესში არის საზოგადოებრივი მაუწყებელი რომელიცაც ხალხი აფინანსებს თითქოს ერთი შეხედვით არის აი იდეალური სურათი სტაბილურობის გარანტიაც არსებობს ანუ ხალხის დაფინანსებულია მას ალბათ ყველაზე მეტად უნდა შეეძლოს რომ რაღაცნაირად აჟღერებდეს იმათ ხმას ვინც მისი დამფინანსებელია რა
მაგრამ ნუ აი რა შეიძლება ითქვას აი ამ ბოლოდროინდელ პროცესზე, რომელშიც რაღაცა არის შიგნით კრიტიკული გუნდი, რომელიც საერთოდ ეთერში შესვლას ვერ ახერხებს, ეთერში ვინც იყვნენ მათი ნაწილით საერთოდ ჩახსნეს ეთერებიდან. ერთი პერიოდი იყო თითქოს რაღაცნაირად ეს საუბარი თუ ფარისეულობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი წავიდოდა და ფასილიტაციის პროცესი წავიდოდა მათ შორის და რაღაცნაირად პროცესი დაიძრებოდა, მაგრამ ნუ აგერ დღეს იყო ესეთი მაგალითი, როცა საერთოდ თქვეს, რომ რაღაც მაუწყებლის შესახებ კანონს არ ღვევენ. როგორ უყურებ მაგ პროცესს ერთი მხრივ იმ შესაძლებლობას, რაც არსებობს, რომ დამოუკიდებელი ხმის გამჟღერებლად იქცეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და რაც მიდის რეალურად რა პროცესიც. მანამდე თუ შეიძლება ბიზნესზე ვიტყვი პატარა რეპლიკას. მე შეიძლება აი როგორ ხედავ ამ საკითხს, იცი რომ საუბარი არ არის იმაზე, რომ ბიზნესმა გაიღოს შემოწირულობა, არამედ საუბარი არის იმაზე, რომ ბიზნესმა ონლაინ მედიასთან უფრო მეტად გაანაწილოს თავისი სარეკლამო ბიუჯეტიდან, რომელიც თქვათ მტკიცდება ხოლმე რაღაც წლის ბოლოს, უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული ონლაინ რესურსები, თანაც უნდა გვახსოვდეს, რომ აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ რაღაც რამდენ ნახვას დავაგროვებთ, ხო, ანუ ონლაინ მედიებში მუშაობენ არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან სოციალური მედია, იციან ინტერნეტ მარკეტინგი, იციან კონტენტ მარკეტინგი და ის მედიები, რომლებიც ანვითარებენ კომერციულ მიმართულებასაც, ხო, არ თავაზობთ და მათ შორის არ ჩვენ არ თავაზობთ რაღაც უბრალოდ შემოგწირეთ. ხო, აქ საუბარი არის იმაზე, რომ შენ თუ კი აქამდე შენს პრიორიტეტებს ძირითადად მიმართავდი სატელევიზიო რეკლამაზე, იმის არ ვიცი, აი ზღვაში წვეთი ბიუჯეტი შეიძლება იყოს ონლაინ მედიისთვის უბრალოდ გადარჩენის და ხსნის. ეს გადარჩენაზეც როცა ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ვსაუბრობთ, არ ვიცი, ალბათ მაქსიმუმ 1 წლიან პერსპექტივაზე, იმიტომ რომ ასეთი პროგრესით თუ კი წავიდა ჩამკეტავი კანონები, რეპრესიული კანონები და სისხლის სამართლის სახით მომართული ისრები, უბრალოდ ვერც ფინანსები უკვე ვეღარ განსაზღვრავს ფუნქციონირებას, იმიტომ რომ ფიზიკური უსაფრთხოების და სამართლებრივი უსაფრთხოების საკითხები დადგება, მაგრამ თქვათ აი ამ ფანჯარა პერიოდში, რომელიც არ ვიცით რამდენი თვე იქნება 2 თუ მეტი, მგონია რომ უბრალოდ ეს გასათვალისწინებელი შეიძლება იყოს. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ნუ ეს არის ალბათ ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი, ეს არის თქვათ უწყება, რომელსაც ვაფინანსებთ ჩვენი ბიუჯეტიდან, მაგრამ სწორედ იქიდან ხედავთ ახლა ყველაზე უფრო მეტად რეპრესიულ მიდგომებს საკუთარი თანამშრომლების მიმართ და ეს ჩემს არის უბრალოდ ძალიან გულდასაწყვეტი, ძალიან ბევრი ისეთი საკითხი დაგროვდა, რომელშიც სოლიდარულები უნდა ვიყოთ და დღევანდელ დღეს, რა ვიცი, ჩვენი სოლიდარობა ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებს. ეს არის იმ თანამშრომლების გაერთიანება, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიცვან ის პრინციპები, რომელსაც ეფუძნება საერთოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები და ხედავთ, რომ ისინი არიან აშკარა საფრთხის ქვეშ სამეურვეო საბჭოს მხრიდან, ხო? ხედავთ დღეს უკვე ტელეიმედში გამოქვეყნდა რაღაც ისეთი ტიპის მასალები, რომლითაც ჩდება განცდა, რომ ახალი საფუძველი უნდა ჩაიყაროს სამართლებრივი დევნას, ხო, ანუ რაღაც პროკურატურისთვის ამზადებენ მასალებს, ესე იკითხება, ხო, მათი გამოქვეყნებული ნიუსები და არ ვიცი, ეს ყველაფერი ერთიანობაში ძალიან მძიმე არის, არა მხოლოდ მედია გარემოში, არამედ ზოგადად ქართული დემოკრატიისთვის. კომერციული ნაწილზე საუბრისას აი ოსი მედიას აქვს ესეთი კარგი პრეცედენტი, ალბათ როცა წევრობის შესაძლებლობა არსებობს, ეგ ნაწილი რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს, ან პერსპექტივა რამდენად აქვს, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს და ზოგადად აი მკითხველის თანამონაწილეობა ან რაღაცნაირად ხო ჩართულობა და თანაზიარობა მედიასთან რამდენად მნიშვნელოვანი გქონია რა. მე მგონია რომ ეხა უფრო გამოჩნდა ეგ არა მარტო ჩვენთან, არამედ მსოფლიოშიც რაღაცა რამდენად ხელმისაწვდომი აქვს დამოკიდებელ მედიას და სწორ გადამოწებულ ინფორმაციას. თან როდესაც რაღაცა დიდი კრიზისები ხდება ხოლმე, არაერთხელ დადასტურდა ეგ რომ ხალხი უფრო რეპუტაციულ მედიებთან მიდის ხოლმე ინფორმაციის გადასამოწმებლად.
რაც არის ფაქტორი, რაც ხდება რაღაცა ბაზა იმისთვის, რომ შეიქმნას ეს ეგრეთ წოდებული community მკითხველებსა და მედია შორის, რაც გავაკეთეთ ჩვენ, ანუ ჩვენ დიდი ხანია ამაზე ექსპერიმენტებს ვატარებდით და ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო მათ შორის აქაური ბანკებისგან. რაღაცა როცა ბიზნესზე ვლაპარაკობთ, ანუ რაღაცა წელიწად ნახევარი ველაპარაკებდით ბოდით აქაურ ბანკებს, რომ რაღაცა solution-ი გჭირდებოდა, რომ ქართული ბანკები დაეჩარჯათ თვეში ერთხელ, ანუ არაფერი რაღაც ველოსიპედის გამოგონება არ იყო საჭირო თავიდან. წელიწად ნახევრის მერე თითქოს დაგვთანხმდნენ და მე მოულოდნელად უარი განგვიცხადეს მიუხედავად იმისა, რომ სხვა ორგანიზაციებს მსგავსი solution-ები ჰქონდათ და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა პოლიტიკურად მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამიტომ რაღაცა ძალიან გაუთვალისწინებელი რაღაცა ესეთი წინაღობებით შეგხვდა. თავიდანვე ყველა გვეუბნებოდა, რომ აი არავინ არ გადაგიხდით ფულს, ვინ არის მაგისთვის ზად, ასე შემდეგ და გვეუბნებოდა, რომ აი არ ღირსდა და ტყუილად რესურსების ხაჭვა, მაგრამ ერთი განსხვავება რაც ჰქონდა თავიდანვე ანუ ლოკალურ მედიისგან ის არის რომ აუდიტორია მარტო ქართული აუდიტორია არ ყავს ხო ჯერ ისედაც რეგიონს ფარავთ და მეორე ერთი ინგლისურენოვანია და შესაბამისად ბევრი მკითხველი ყავს საქართველოს გარეთ და ბოლო პერიოდში როდესაც უკვე იქ ტრამპი აირჩიეს რაღაცა ეს ცნობილი ამერიკული დაფინანსების შეწყვეტა მოხდა ამ დროს უფრო გავაქტიურეთ ამ ყველაფრის რაღაცა გავაპიარეთ მაგეთ ესე რა თქვა და ძალიან წარმატებული იყო იმაზე წარმატებულიც ვიდრე წარმოგვედგინა დღესდღეობით დაახლოებით 9% ჩვენი შემოსავლის შემოდის მკითხველებისგან მხოლოდ რაც ანუ აი რა ვიცი რო ვოცნებოდით ამას რო გეგმობდით სულ ფიქრობთ რომ აი 15% ალბათ არის აბსოლუტური მაქსიმუმი რაც შეგვიძლია მივიღოთ, თუმცა უკვე რამდენიმე თვეც არ არის. თვე ნახევარში 9%-ზე ავედით. რაც მე იმაძლევს იმედს ჩემი მედიისთვის, მაგრამ ასევე იმას ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება გავუზიარო სხვა მედიებს. იმიტომ რომ მგონია, რომ აქაც არის ამის ძალობა და ამისი მაგალითი არის თუნდაც ის, რომ როგორ აგროვებს ხალხი ამ ჯარიმებს. ხო, ეს ძალიან ცოტა სხვანაირი მაგალითია, მაგრამ მაინც ეს არის რაღაცა ჩვენი საერთო მომავალი როგორ გვაშფოთებს, მაგიტო ვუჭერთ ხო ერთმანეთს ხარს რაღაც ესე ვუყურებ რომ არსებობენ მედიები რომელსაც ძალიან დიდი ხარდამჭერები მკითხველები ყავთ რომელიც უყვართ მე მგონია რომ ამ მედიებმა რო სცადონ რაღაცა ეგეთი მოდელი ალბათ წარმატებას ისინიც ნახავენ უბრალოდ მაგის რესურსიც არ არის მაგის დროც არ არის რომ ეხა დაიწყო და ამას დაუთმოდ რომ ანუ ხო თან ეს კულტურა მაინც და მაინც რო არ არსებობს და მესმის თუმცა მგონია რომ მაგისთვის უკვე არის რაღაცა კატეგორია მოქალაქეების რომლებიც მზად არიან რომ ფინანსურად იმიტომ რომ ანუ იცი რა მოდი როგორ შევხედოთ ანუ რამდენს გაქვთ მაგათად Netflix-ი გამოწერილი ან რა ვიცი Spotify ხო ანუ მეტი კი არ არის მედიების გამოსაწერი ყოველთვიური გადასახდელი საზღვარგარეთ არის ხოლმე რა ვიცი $3-დან $5-მდე შეიძლება 15-იანიც არსებობს $20-იანიც მაგრამ ძირითადად პაკეტები არის ხოლმე დაახლოებით ესე ანუ მეც ძალიან ბევრ რაღაცას ესე ინდივიდუალურად ვიხდი და ან ჩემი კატეგორიაზე ხო მესმის რომ გაჭირებული ადამიანი მაგას ვერ გადაიხდის, მაგრამ ეს რაღაცა საშუალო ფენა, რომელიც მოიხმარს ამ ახალ ამბებს და რაღაც ეს სოლიდარობაც აქვს, არის რა მაგისი ბაზარი და შესაძლებლობა. ხო, ამაზე შემიძლია თქვა, რომ რაღაცნაირად ტრადიციაც გვაქვს იმ გაგებით, რომ პრესა ან თქვა პრესის ყიდვის კულტურა არ ყოფილა უცხო ქართველებისთვის. აბსოლუტურად გვესმის, რომ ახლა არის რთული ფინანსური პერიოდი ყველასთვის და ეკონომიკურ გამოწვევებს უმკლავდება, რა ვიცი, ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, მაგრამ ასეთი თვალით თუ შევხედავთ, რომ შენთვის ღირებული ინფორმაცია იყიდო და ეს იყიდო არ ნიშნავს ან უამრავი ინფორმაცია შენთვის იგივე ამ პლატფორმებზე, ისედაც ხელმისაწვდომი არის უფასოდ, ხო, ეს არის შენი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის ნიშანი, შეიძლება იყოს მართლა, არ ვიცი, თვეში $3 ხო, რომელიც გვესმის რომ რთული არის ცხოვრება, მაგრამ იმ გათვლით რომ შენ შეინარჩუნო ხელისუფლების კონტროლისგან დამოუკიდებელი ან ცალკეული ოპოზიციური პარტიების კონტროლისგან დამოუკიდებელი მედიები, ეს რა თქმა უნდა შეიძლება ამას გამართლება გქონდეს ამ ხარჯს, რომელიც მართლა შეიძლება მართლა $3 ან $5 იყოს, ხო, ან რაღაც ეს წარმატებები მარიამ ამ მიმართულებით და იმედია ხო რაღაცნაირად სხვა მედიებზეც გამოვა ეს პრაქტიკა. მან ალბათ რავი აი ეს რაღაცა პრაქტიკა რო იქცეს ნდობაც კიდევ უფრო განსამტკიცებელია, მაგრამ რავი აი
დამოუკიდებელ საქართველოში ოდესმე მედია ყოფილა ისე რომ ვინმეს არ ებრძოლა მასთან აი სულ ქართულ მედიას სულ ებრძვიან თვითონაც აშავებს და ბოლო ჯამში აი რაც განსაზღვრებს ხოლმე ეს რაღაცა ზოგად სახეს და მე ნუ გასაგებია რომ ონლაინ მედია მე რაღაცა სტანდარტით შემოდის მაგრამ რაღაცნაირად ის ხიდი რომელიც უკვე ჩატეხილია და ცოტა აუდიტორიას არ აქვს მის მიმართ მედიის მიმართნობა მე რაღაცნაირად ეს ყამირი უნდა გაჭრა და შენ უნდა თქვა რომ მე კარგ სტანდარტს და ხო ანუ მე შეიძლება მენდო რა და ეგ ხო ალბათ ეგ აუდიტორია ხელახლა ეს არის დასარწმუნებელი. კი, მაგრამ მონია რომ ამ ონლაინ მედიებს ყავთ ის აუდიტორია, რომელიც წლებია უკვე კითხულობენ ამ მედიებს და ერთგულები არიან და განსაკუთრებით ამ 28 ნოემბრის აქციების მერე რაღაცები მე პირადად შემოჩნია რომ შეიცვალა. რაღაც ის სიძულვის კამპანია რაც ქართულ ოცნებას უკვე წლებია აქვს, მუშაობს მაგაში გეთანხმები და სიძულვილი არის მედიის მიმართ, მაგრამ ამ რაღაც მომენტებში ვიღაც ადამიანებში ეს დამოკიდებულებები შეიცვალა, იმიტომ რომ ვინც უყურებდა იქ რაც ხდებოდა ხარ ვამბობ იმედს, ხო? მაგრამ თუნდაც იმ ოპოზიციურ არხებსაც რო იქ ხედავდნენ რომ მედია იყო ფრონტის ხაზზე და მართლა სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად აშუქებდა იქ რაც ხდებოდა და ვიღაცებმა ეს დაინახეს და რა ვიცი მე არ ვამბობ რომ შესაძლებელია რომ მარტო წევრობით გადარჩე აქ განსაკუთრებით მაგრამ ჩემი აზრით შესაძლებელია რომ ეს diversifying როგორ არის შემოსავლების რაღაცა ხო ნაწილი აქიდან კონდეს და რაღაც ადგილიდან დავიწყოთ თორე და ნუ რეპუტაციას ლაპარაკი დიდხანს შეიძლება ასე იმიტომ რომ მართლა დიდი ზიანი მიაყენეს მედიის რეპუტაციამ და ამაში ჩემი აზრით არა მარტო სამთავრობო მედიებმა და სამთავრობო ან სამწუხაროდ პოლიტიკური აჯენდებით სხვა ტელევიზიებმაც დააზიანეს სამწუხაროდ ეს მან ერთი ნაწილია კიდევ აი რო ახსენე რომ 28 ნოემბრის მერე შეცვლილია რაღაცები რა ესე ერთ-ერთი კვლევა მახსოვს სადაც მომხმარებლის ქცევა ცოტა შეცვლილი იყო რა ონლაინ მედიის მაყურებელთა ხვედრით წილი გაზრდილი იყო აი ზუსტად კვლევა აღარ მახსოვს მაგრამ სადღაც ალბათ თვენახევრის წინ იყო ეგეთი კვლევა რა და 28 ნოემბრის მერე ეს აუდიტორიასაც რაღაცნაირად ეს მეც შევამჩნიე და ეს ონლაინ მედიის კონტენტი ძალიან ესე აქტიურად ტრიალებდა რა და მაგრამ მანდარი მე ჩნდება კიდევ მეორე რაღაც მოლოდინები რაც მედიას უწესებენ რა მოლოდინებიც აქვს აუდიტორიას მაგრამ მეორე მხარეს არის ის რომ მედიის სამუშაო რეალურად გაორმაგდა და ამასთან დაემატა ის ბუღალტერია რაც მოიტანა აი მთელმა ამ აურზაურმა რა როგორ შეიძლება განვიხილოთ ან აღვიქვათ აი ის რაც მედიას აქვს მაგ ნაწილში რა მუშაობის ნაწილში სირთულეები რა ხო ყოველთვის მაგაზეც შემოთქვა რომ სულ ვიყავით ონლაინ მედიებში განსაკუთრებით რაღაც understaffed ბოდიში ამ ინგლისურ სიტყვას მომისმენ მაგრამ არ მახსენდება შეზღუდული გუნდებით ხო იმიტომ რომ არის მედიები და თბილისს რო თავი დავანებოთ არის მედიები რეგიონებში სადაც 3 ადამიანი მუშაობს სულ ანუ 3 ადამიანი აკეთებდა ქუთაისი პოსტს წლების განმავლობაში ქუთაისი პოსტი ძალიან ისეთი მედია თავის თემში პატივსაცემი უბრალოდ ანუ ეს ადამიანები 24 შუიძე რაღაცა უძღვნიან თავს ამ პროფესიას სულ ესე იყო უბრალოდ ახლა მართალი ხარ ან დაგვემატა ეს რაღაცა ბიუროკრატია და თან დაგვემატა აი იმდენად ბევრი რამე ხდება და იმდენად რაღაცა მაღალი ნიშნულობის რაღაცები ხდება დღეში რამდენჯერმე არ ვიცი აი ვეღარ ვერავით რა მაგრამ მაინც რაღაცნაირად თითქოს ჯერჯერობით ვართმევთობს იმიტომ რომ გონია რომ ამის შემდეგი რაღაცა დასასრული ნაწილი შეიძლება იყოს საერთოდ აღარ ვიყოთ და მე ეგრე ვუყურებ რომ რაღაცა ონლაინ რეალურია ვიდრე მართლა კი და იმდენად დიდი არის და მოუკიდებელი მედიის როლი ახლა რომ ეს ყველაფერი ვაჩვენოთ ხალხს და რაღაცნაირად ავუხსნათ რომ იცი რა სრულდება რა ეგ რაღაც ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნის რაღაცნაირად გადავრჩეთ და მართლა დიქტატურად არ ვიქცეთ თითქმის ვართ ხო რაღაცა მაგაზე გადადაო თავი ბევრმა რა ჩემ მეგობრები მართლა რაღაც მინდია მაგათი დღე-დღამე ათენებს იმაში რა ქვია სასამართლოში შაბათია თუ კვირა
სულ იქ არის, ხო? და რა ვიცი, ანუ ჩემი მეგობრები და ასევე მეც ყოველდღე აქციაზე ვარ, ანუ არც შაბათ-კვირა, არ ვიცი შაბათი-კვირა რა არის. საერთოდ არ მევალება რომ აქცია გავაშკო, მაგრამ მგონია რომ ანუ მნიშვნელოვანია ეს რა, უნდა ვაკეთოთ მანამ სამ შეგვიძლია რომ ვაკეთოთ და სანამ მართლა ციხეში არ ვზივართ, ან არ მოგვიწია გაქცევა ამ ქვეყნიდან. კი, ანუ ერთი მხრივ რომ ჩვენ სადამდე მოგვეცია ამის საშუალება, ანუ მეც მოქვს ხოლმე განცდა აქციაზე ყოფნის დროს, რომ შეიძლება ეს იყოს ბოლო დღე, ერთი მხრივ როდესაც ჩვენ შეგვიძლია რომ ესეთი პროტესტი აი პროფესიულად გააშუქო და მეორე მხრივ შეიძლება იმ ადამიანებისთვის იყოს მართლა ბოლო მარში, რომლებიც ქუჩაში გამოდიან რეგულარულად. ანუ იმის საფრთხე, ანუ იმ ზღვარს უკვე გძნობ, რომ იმის საფრთხე რომ ზუსტად ხვალ გაცენდეს ის დღე, როდესაც პოლიცია აღარ დაუშვებს თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირამდე ამ მარშებს, ეს გაგდებს იმ მდგომარეობაში, რომ როგორ შეიძლება რომ ეს რომელიც შეიძლება იყოს ბოლო შანსები არ გააშუქო და ხო ეს რა თქმა უნდა ჟურნალისტების მხრიდან კიდევ სხვა ტიპის ჩართულობას იმაშურო, მაგრამ თლიანობაში არის ბუკეტი პრობლემების რაღაც აი ყველაფერს ერთი სიტყვა უსაფრთხოების გამოწვევა კი აერთიანებს, მაგრამ ეგ რო ცალ-ცალკე ჩავშალოთ და აი მართლა ნათლად რო დავანახოთ ხალხს რა მდგომარეობა აქვს ახლა მედიას. ეს არის არ ვიცი ფიზიკური უსაფრთხოება, ეს არის საკანონმდებლო უსაფრთხოება, ანუ სისხლის სამართალთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები, ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოება, იმიტომ რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რომ არ არის ონლაინ მედიაში მუშაობა შენი რაღაც ეკონომიკური უზრუნველყოფისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება. ეს არის მათ შორის ემოციური უსაფრთხოება, ხო? და აი თუნდაც შენი ან მინდიასა და სხვა იმ საველე ჟურნალისტების მუშაობა რა ვიცი ემოციურ და ფიზიკურ გადაღლობასთან არის ხოლმე კავშირში. არ ვიცი რა ვიცი ძალიან უსაფრთხოების ფინანსური ძალადობასთან დაკავშირებული გამოწვევები, ჯარიმები, ანუ მართლა რაღაც დიდი ბუკეტი არის და შენ ამ ყველაფერს უნდა ერთი მხრივ გაიაზრო რომ დაგემატა კიდევ ახალი გამოწვევა, მეორე მხრივ უნდა ეცადო ახალი ამბების გაშუქებაზე, მის ანალიტიკურად გააზრებაზე, მიწოდებაზე სხვადასხვა ფორმით და თან ამავდროულად იზრუნო შენ თავზეც იმ დონეზე რომ შეგეძლოს მეორე დღეს ფიზიკურად ისევ აი ამ ფერხულის ნაწილი გახდე, ხო? სხვათა შორის ამ ნაწილში მახსენდება ხოლმე ძალიან მწარედ და ხშირად მახსენდება საზოგადოებრივი მაუწყებლობის მქონი მაკაცინცაძეს ჰქონდა ნათქვამი თინათინ ბერძენიშვილსაც აქვს იგივე გამეორებული, რომ ჩვენ ბალანსს და ნეიტრალურობას დავეძებთ და აი სულ ვფიქრობ, რომელი ბალანსი და ნეიტრალურობა, აი ერთ მხარეს რაღაცა ურჩხული რო გედგას, რომელმაც უნდა გადაგსაცლოს, აი რომელ ბალანსზე ვლაპარაკობთ რა, მაგრამ მანდაც არის რომ ჩემთვის მაგალითად ეგრეა, მხარე ვარ რა. აი აქციაზეც რო ვიყავი ხოლმე, ნუ გასაშუქებლად ბოლო დროს არა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე მივდივარ, რაღაც მომენტში მქონდა ეს რაღაცა უხერხულების შეგრძნება, რომ მაგალითად რაღაც შეძახილს შევერთებოდი რა, მაგრამ მე რო დავფიქრდი, აი რა მეუხერხულება, რომ ის დავიყვირო, რომ რაღაც თავისუფლება რეჟიმის ტოვებს და თავისუფლება მზია ამაღლებს ან რაღაცა. როგორ შეიძლება მეუხერხულებოდეს რა? ეგ ფაქტი მივიღე, რომ მხარე ვარ და მორჩა რა. ამ პროცესში აი რაღაცა როგორია ეგ ზღვარი რა, აი ერთი მხრივ აქტივისტი საქმიანობაში ჩემთვის არის აი რა ვიცი ნუ მესმის შენ რასაც ამბობ და საერთოდ არ ვაკრიტიკებ სხვას მე ჩემთვის არის იმდენ გასისხლოცებული მაქვს რომ აქციაზე დგომა არის ჟურნალისტისთვის დანაშაული რომ სულ ამ 15 წლის განმავლობაში რაც ჟურნალისტი ვარ 4ჯერ ვიყავი აქციაზე ვიძახდი ხოლმე რომ 3ჯერ მაგრამ ეხლა უკვე 4ჯერ იმიტომ რომ პირველად იყო ავგან მუხთარის დაჭერისას მეორეჯერ იყო როდესაც ლექსო ლაშქარავა მოკვდა და მესამეჯერ უცხოური აგენტების კანონი რომ შემოიტანეს აი პარლამენტში თუ გახსოვთ მარტო ჟურნალისტები ვაპროტესტებდით ეგ იყო და მეოთხეჯერ ახლა მზიას დაკავებაზე და ისიც მკაცრად მარტო ჟურნალისტების ორგანიზებულ აქციაზე მივედი იმიტომ რომ მგონია რომ არასწორია ჟურნალისტი არ უნდა იდგეს აქციაზე და ის რაღაცა ამ 4ჯერაც რომ ვიყავი ამ აქციაზე ეს რაღაცა ბანერიცას ხელის კანკალით მეკავა რომ აი რაღაცა რას ვაკეთებ რომ ერთი მართლა მგონია რომ ჟურნალისტი თავისი ობიექტური თუ როგორ თქვა პროფესიული სტანდარტით უფრო მეტის მოტანა შეუძლია ვიდრე აქციაზე დგომით. თან ანუ აქციაზე დგომა შეიძლება ასევე შენს წინამდე გამოიყენო და შენ როგორც ჟურნალისტმა მართლა ვეღარ გააკეთო და ის სარგებელი ვეღარ მოიტანო. ამიტომ ჩემთვის პირადად ეგ ზღვარი ძალიან ძალიან მკაცრია ხოლმე და ძალიან ვერიდები რაღაცა აქციებში ჩართვას თუ ეს არ ეხება აი თუ ესეთი ტრაგიკული შემთხვევა არის როგორც მზია
მზიას кейსი და მანდაც მართლა შინაგან ძალიან მიჭირს ხოლმე. მაგრამ ანუ ეგ მესმის რომ ეგიც მნიშვნელოვანია რომ მედიამ რაღაცა ერთიანობა ვაჭრობ და ეგ გამოჩნდა ბოლო 2 წლის განსაკუთრებით განმავლობაში რომ ეს მედიები განსაკუთრებით online მედიები ძალიან უდგავართ ერთმანეთს ხარში რა და ეგ მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩანდეს ასევე რა. ამას მოწმობს ისიც რომ 64 სტუდიაში ვსივართ აპრილი და ერთ პოდკასტს, იმიტომ რომ ჩვენ ოფისი არ გვაქვს, მადლობა 64. ემოციურად მეც მესმის აბსოლუტურად გიორგისი და ვერ დავმალავ რომ არის რა თქმა უნდა მომენტები შენ ადამიანი ხარ და როდესაც მართლა ეხება რაღაც საქმე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ამ ნაწილში რა თქმა უნდა იქნები გრძნობიარე მეც ძალიან ვცდილობ რომ ეს ზღვარი იყოს ჩემს არის ქმედებებში ყოველთვის ძალიან მკაცრად დაცული მაგრამ არ ხედავ ეთიკურ დილემას იმ შემთხვევაში შემსგავსად როდესაც ეს ეხება არ ვიცი მზიამაღლობელს ან ეს ეხება თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის საკითხს ანუ ის საკითხები რომელიც ან ახალ რეგულაციას ამატებს რამაც უნდა შეზღუდოს ჩემი როგორც პროფესიული საქმიანობა ცხადი ამ შემთხვევაში უხერხულობის განცდით, მაგრამ მაინც შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, საპროტესტო ჯგუფში, მაგრამ ყოველთვის მაინც რაღაც ეს დასაჭერი ზღვარი არის. მხარეობას რაც შეეხება, ანუ ეს ჩვენ არ აგვირჩევია რომ ვიყოთ მხარე ნამდვილად და არც არაფერი ანუ არათუ ცუდი არამედ ძალიან კარგი არის ის მცნებები რაც არის ნეიტრალობა, გამჭვირვალობა, ბალანსი და პირიქით ანუ ჩვენ ამას ვისწრაფვით მაგრამ ამაზე არ მოგვდევს მართველი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხო აი როგორ შეიძლება რომ დავიცვა ბალანსი ახალხანს მომამზადე პოდკასტი სადაც საუბრობდი აი მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანცულებებზე და იგივე ფარაზე და რა თქმა უნდა ჩემი ინტერესი იყო რომ არა მხოლოდ იმ ადამიანთან ერთად მესაუბრო რომელიც ამაში ხარვეზებს პრობლემებს და გამოწვევებს ხედავს არამედ იმდენად ბუნდოვანი არის ეს საკანონმდებლო ნორმები და ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას საშიში ინტერპრეტაციების საშუალებას იწვევს რომ რა თქმა უნდა აქ ჩემივე ინტერესი იყო არა მხოლოდ რაღაც ასე ვთქვათ ფიგურალურად ბალანსისთვის არა მართლა მაინტერესებს რომ ის ადამიანები რომლებიც აინიცირებენ აი ამ კანონებს და გვეუბნებიან რომ შემდა გაუსწორდო ბრიტანულ მედია სტანდარტს აი აქ დამჯდარიყო და გაგვევლო არის პუნქტობრივად რაც საინტერესო იქნებოდა აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის და თანაც დაცული იქნებოდა ეს ბალანსიც ხო ანუ რო წარმოიდგინოს აუდიტორიამ არ ვიცი ჩვენ ყოველდღიურად ვართ კომუნიკაციაში მე პირადად მართლა ყოველდღიურად ვარ კომუნიკაციაში აბსოლუტურად ყველა შტოსთან მე მგონი უკვე და არ ვიცი არ მწყინდება რომ ხან დაურეკო ხან მესიჯო ამ უწყებების პრესამსახურებს იმისთვის რომ ჩემ პროდუქტს კონდეს უფრო მეტი შინაარსი იმიტომ რომ ისინი არიან ხო ჩამწოდებლები რაღაც თავარ პადაჩებს ისინი ისწრიან და ეგ ხელი რო არ არის ასე ვთქვათ წარმოდგენილი შენს ძირითადი ინიციატორები რო არ არიან აი ამ რაღაც თუნდაც კანონების წარმოდგენილები ეს ჩემს ინტერესს აზიანებს მაგრამ სწორედ ისინი არიან ადამიანები ვინც ამბობენ რაღაც პრინციპულ უარს ჩვენს მედია პროდუქტებში მონაწილეობას ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო ეს ჩაკეტვა რაღაც ანუ 2018 წლიდან ალბათ მოყოლებული საპრეზიდენტო არჩევნების მერე 2020-ში უკვე კოვიდის დროს ჩაგვეკეტა წოდამა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე და რომ ჩაიკეტა თითქმის არასდროს აღარ გაიხსნა კი მაშინ შეაჩერეს ის მუხლები რა ქვია მდგომარეობის გამოცხადების საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მაგრამ არასდროს არ დაუბრუნდა იმ საწყის ეტაპს და ეხლა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ძალიან დიდი პრობლემა ინტერვიუს რაღაცა ვიღაცასთან რო ჩაწეროს მთავრობის წარმომადგენელი ანუ ოცნების წარმომადგენელთან თითქმის ანუ თითქმის კი არ შეუძლებელია და პარლამენტში ეს რაღაცა აკრედიტაციის ადევნება იყო კიდე ერთი კი და ესე რა ქვია პარლამენტში აკრედიტაციის წესები რაც აქვს ეხლა კიდე გამოიყენეს პირველი ჟურნალისტის მიმართ ხო ეს ანუ ცენზურაა პირდაპირ შენ გიგზავენ რაღაცა კრიტიკული მედიის თუ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს წინამდე იყენებენ ხოლმე ამ აკრედიტაციის შეჩერებას და ზოგ შემთხვევაში ხო დიდი ანუ მედიის მიმართაც ხო იყენებენ ანუ თითქმის დახურეს ყველანაირი ფანჯარა ჩვენთვის რომ ის მათი
რაღაცა ხარე წარმოდეთ იმის გარდა, რასაც იმეც ეუბნებიან და ხანდახან საზოგადოებრივ მაუწყებლოს. ანუ ვერ ჩაეკითხავ ეს ბიზნეს სიტყვა რო გამოვიყე. ანუ ვერ ჩაუღრმავდები ვერც ერთ საკითხს, ვერ დაუპირისპირდები რაღაცა ხარისხიან პროდუქტს ვერ მიაწოდებ შენ მკითხოს რომც გინდოდეს. ანუ გიწევს რომ დაეყრდნო იმ რაღაცა განცხადებებს, რასაც ისინი ავრცელებენ რა. ანუ სამწუხაროდ ხო და ეს ყრუკედელი ახლა მუშაობა შენთვის როგორც აი მედიის წარმომადგენლისთვის ვინც არ უნდა იყოს შეიძლება ცხადი და ისეთი გარკვეულია, მაგრამ აი მკითხველი რომელიც ინფორმაციასთან მარტო რჩება ის ხედავს რას, რომ ანუ აი შეიძლება მითითებულიც იყოს რომ დაკავშირებავთ სადეთ, მაგრამ ხედავს იმას რომ აქ არის უბრალოდ ვიღაცა ექსპერტი შეიძლება იყოს ჩაწებილი ან რაღაცა, მაგრამ ბოლო ჯამში მაინც ნაკლოვანია და ეგეც ალბათ ნდობისთვის დამაზიანებელი შეიძლება იყოს რა მედიის მიმართ ნდობისთვის ის ხო კი მაგრამ აი არის ზუსტად რომ ეს არის რაღაც მიზანმიმართული პოლიტიკა ხო ანუ 2021 ახსენე და მე კიდე აი რაღაცა მგონია რომ 2019-ში მოხდა ჩემი წარმოდგენით აი ეს რაღაც ცენტრალური გადაწყვეტილების მიღება რომ ახლა რაღაც პოლიტიკურ გამარჯვებას 19-19 იმედმა რომ თქვა რომ სპეციალურ რეჟიმზე გადავდივარ. ზუსტად აი ეგ არის ჩემთვის დასაბამი. ანუ როდესაც გაუჭირდათ მეორე ტურის მოგება, მაშინ მთლიანად ასე ვთქვათ ფსონი დადეს პოლარიზაციაზე ხო და იმის მერე გახდა ხო კი და თან მეორე მხრივ აი პრესამსახურებს მიუბრუნდები მათი ბედი ძალიან მასევდიანებს ანუ წარმოიდგენ შენ მუშაობდე თქვენ მუშაობდეთ ისეთ საქმეზე სადაც შენ არ შეგიძლია რომ შენი არ ვიცი რაც დაგიგროვებია პროფესიული მარაგი ამის რეალიზების საშუალებას არ გაძლევ იმიტომ რომ მთლიანად იმდენად არის ცენტრალიზებული ვერტიკალი რომ არავინ არ გიკითხება ხო პრესამსახურსაც რომ რა ვიცი გაუშვა თუ არა შენი მინისტრი დეპუტატი თუ რომელიმე სხვა საჯარო მოხელე რომელიმე ჟურნალისტთან შესახვედრად ან ინტერვიუზე ხო ნუ ამაში არის პრობლემა რომ მთლიანად რაღაც ერთი ვერტიკალით მიმართება ყველაფერი თელამ პროცესში აი ეს პრინციპში ინფორმაციას რო აღარ გიზიარებს და საერთოდ შენთან ლაპარაკიც აღარ აინტერესებს სრულად იზოლირებული ხარ მისთვის თითქოს არ არსებობ რაღაცა ეს ქართული ოცნება თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით რაღაცა ბირთვს აძლიერებს რა ყავს თავისი აუდიტორია ნუ რომელიც შეიძლება ასე თუ ისე ვრცელია მაგრამ ნუ ამ ბირთვზეა მიმართული რა და აქეთ ამხარე ან კრიტიკულად განწყობილი მედია ვისელაპარაკება მე ზოგჯერ ცოტა კარგავ მაგის აღქმას რა მაინც და მაინც ოღონდ ონლაინ მედიაზე არ ვსაუბრობ მთლიანად რა ონლაინ მედიას უფრო ალბათ აქვს ეგის გამართული მაგრამ ცოტა მაინც ეს არის ეგ არის რა რომ იქ გარკვეულია პროპაგანდისტები ვის ელაპარაკებიან და აქეთ ხო აქეთ ვისთან მიდის ლაპარაკი მაგას ვეღარ ვხვდები აქეთაც პრობლემაა იმიტომ რომ აი ზუსტად იმ ეს სტრომწინ არისო რომ ბოიკოტი გამოაცხადა ქართულმა ოცნებამ და თქვეს რომ აღარ მივდივართ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ არხებზე სალაპარაკო და მართლა იმ იქიდან მოყოლებული მე მგონი რაღაც რამდენიმე თვე იყო თითქოს ეს ბოიკოტი ჩახსნეს მაგრამ ეს ბოლო რაღაც 7 წელია ჯერ მარტო ეგ ფაქტი რომ არ მოდის შენთან სალაპარაკოდ ესე იგი ვერ დაიცვამ და ვერ დაუპირისპირებ მეორე მხარეს ვინც არის და მაგიტომ მანდაც ეგ პრობლემა არის რომ ზიან ერთი და იგივე სახეები ერთი და იგივე ამ რაღაცა პარტიებიდან და დაახლოებით ერთი და იგივე სიმართლე გითხრათ დიდად არ ვყურებ ხა ტელევიზიას მაგრამ დაახლოებით ეგ არის რომ არ გაქვს საშუალება რომ თუნდაც დაბალი მისი რანგის მაღალჩინებმა დაბალრანგის მაღალჩინებმა ნუ სახელმწიფო მოხელებმა იყვანო ვერაჩვენებ იმათ ხარეს და შესაბამისად ვერაჩვენებ მთლიან სურათს ისევ და ისევ თუ არ ამოჭერი იმ რაღაცა ბრიფინგებიდან დაწყობილი და გალამაზებული წინასწარ დაწერილი რაღაცა ის პროპაგანდა და კონსპირაციის თეორიები რასაც ქართულში რომელიც გიჩეს და всё ანუ მოკლე არის ვერაფერს ვერ უშვები იმას უბრალოდ უნდა და მე ყავს ის რაღაცა ექსპერტები თუ ვინც არიან რომ ამას აფასებენ და ხო სულაც იგივეა მან. უბრალოდ გიორგი მე მგონია რომ ქართულ ოცნებას უნდა შევახსენოთ ის რომ ადამიანებს ან ძალიან ადამიანური არის რომ გადაიყალო რაღაცებით ინფორმაციით გადაღლა რაღაც ერთი და იგივე სიტუაციით გადაღლა აი ხო მაგალითად ჩვენ ინფორმაციისგან გაქცევა კიდე გაქცევა თავისთავად და თანაც მოწყენა აი მომეწყინა უბრალოდ ხო ანუ იგივე თუნდაც კრიტიკულ ტელევიზიებს რაც მათ მაყურებელთან მიმართებაში აქვს პრობლემა რომ მოეწყინა ადამიანებს რაც ჩვენ თქვი ხო ერთი და
იგივე გარემოში ერთ და იგივე ადამიანების მოსმენა და ძალიან სიმპტომატური იყო ჩემთვის მაგალითად ის გამოხმაურებები რაც აი YouTube-ზე გვიწერენ ხოლმე კომენტარების სახით იქ დავინახე ზუსტად ეგ რომ ადამიანებს უნდათ რაღაც სხვა ნეიტრალური სივრცე და მგონია რომ ეხლა არის საუკეთესო პერიოდი რომ აი ის მედიები რომელმაც ყველანაირად ისე წარმართეს თავის საქმიანობა რომ არ გადაკვეთილან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ანუ ეს დამღა არ მოგწებებია იმიტომ რომ ეს ხო ჩვენ გავაკეთეთ რომ ესე არ მომხდარიყო ანუ ჩვენ წარმართეთ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკები ფინანსური გზები ისე რომ არ ქონოდა კვეთა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შექონოდა ხო და მგონია რომ სწორედ აი ესეთ ასე ვთქვათ სივრცეებთან მეტი ინტერესი აქვს ახლა აუდიტორიას მაგრამ ზუსტად ახლა როცა შეიძლება ესეთი სივრცეზე მოთხოვნა იყოს ეს სივრცეები უბრალოდ გახდეს აკრძალული აი პოდკასტი რა ქრო აწერია ხო ან ყველაფერი შეიძლება იყოს უბრალოდ აკრძალული და ხო აი შეჯამებისკენ რო წავიდეთ ახლა დღეს ეგეთი მოცემულობა გვაქვს რა ნუ ერთი ტელევიზიის მაუწყებლობა შეჩერდა, იქ სხვა ფინანსური პრობლემები აქვს, ონლაინ მედიაში ფინანსური პრობლემებია. ამასთან რომ მე ფიქრება ხოლმე, აი რაღაცა აუდიტორიას წვდები, მაგრამ აი წვდები რა როგორია რა, რა სიფართოვის არის ეგ აუდიტორია, ცოტა რაღაცნაირად მაინც ჩაკეტილი ხო არ არის, რაღაცას ვიწრო იმაში აუდიტორიაში რა, ან ახერხებ თუ არა გაფართოებას და მანდედან გამომდინარე ნუ ონლაინ მედიას ისედაც თავისი შეზღუდული რესურსებით, იქ რაღაცა ტელევიზია თავისი პრობლემებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ შინაარსისთვის ჩაკეტილი, რა მოლოდინები, ან ყველაზე უარესი თუ ყველაზე საიმედო რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს. საიმედო მოლოდინები არ მაქვს ბოლო არ ვიცი რა. ხან ძალიან იმედო. მაგრამ ხო არ მგონია რომ ვახერხებთ რომ მივწვდეთ ფართე აუდიტორიას რაც საკმარისი იქნებოდა ამ რაღაცა აღქმების და პროპაგანდის დასაპირისპირებლად და მითების თუ რაც არის დეზინფორმაციების და კონსპირაციული თეორიების დასანგრევად, იმიტომ რომ სადღაც მაინც ანუ იმდენად შეზღუდულია ზოგან ცნობა ინფორმაციაზე, რომ სხვა გზა არ აქვთ და უყურებენ და ჯერათ და გვხვდება ხოლმე წინ ეს ნარატივები ძალიან რთულია მაგასთან ბრძოლა. თან ამდენი გამოწვევის წინაშე მართლა აღარ მე პირადად სანამ ეს ანუ შაშანაც კი მაინც ვახერხებდი ქალაქიდან გასვლას და რაღაცა სხვა თემებზე მუშაობას მაგისტროც აღარ აქვს რომ რაღაცა ცოტა ამ ჰარდკორ პოლიტიკის გარდა სხვა რაღაცებიც უფრო ისე გავაშუქოთ ანუ სიღრმისეულად კი რაღაცა შეიძლება პატარა ამბები მიუძღვნათ მაგრამ მაგისტროც არ გრჩება და მაგა ავტორისაც ბილისის იქეთ მიტოვებულია ხო არიან ვიღაც მედიები რა თქმა უნდა ვინც აშუქებენ მაგრამ ისედაც შეზღუდული აუდიტორიები საბოლოო ჯამში შერესწამბობ კი ვერ წუდებით ამ მთლიანად ვერ ფარავთ. ერთ-ერთი ანუ ჩემთვის რაღაც იმედის მომცემი არ ვიცი, მაგრამ რაც მაძლევინებს არის ეს ადამიანები, რომელიც არიან ამ მედიებში, იმიტომ რომ ვინც დღეს ჯერ კიდევ მედიაში შემორჩა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან ჟურნალისტიკაში მისიის გამო და არა იმის გამო, რომ სამსახური ქონდეთ. ანუ ადამიანები, რომელსაც ჯერათ იდეის, რომელსაც ჯერათ რომ ხარისხენ ჟურნალისტიკას რაღაცა ცვლილებების მოტანა ჯერ კიდევ შეუძლია, რომ ხედავენ რომ აი ზუსტად ეს ჟურნალისტიკა არის რაც აღიზიანებს და ნერვებს უშლით ესეთ რეჟიმებს როგორც არის ქართული ოცნების რეჟიმი და იმის მიუხედავად რომ შეიძლება დაგიჭირონ, დაგაჯარიმონ, დაგიმტრიონ რაღაცები შემოგიორდნენ ოფისში ქვეყნა გაქცევა მოგიწევს ციხეში ჩაშ და მაგის მიუხედავად ამ რისკზე მიდიან და აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებდნენ და აგრძელებენ იმის მიუხედავად რომ ვერც ისვენებენ, ვერც რაღაცა ვეღერც კი არ ვიცი კინოში ბოლო ძალიან მიყვარს კინოში მაგრამ როდის ვიყავი არ მახსოვს ანუ ვეღერც ვერთობით ვერაფერს ვერ ვაკეთებ მაგრამ მაინც ანუ აი ესეთი ხალხი არის ჩემთვის რაღაცა აწაწინა იმის მომცემი რომ იქნება და რაღაც შეიცვალოს მაგრამ ძალიან პესიმისტურად ვარ ზოგადად
განწყობილი. ხარ მაგრამ ოპტიმიზმის ან ის რა აუდიტორიის გაფართოვება რა თქმა უნდა არის ჩვენი ყველას ინტერესი ხო ან ჩვენ საქმიანობის რაღაც საერთოდ დანიშნულებიდან გამომდინარე მაგრამ მაგაზე ფიქრობ მაშინ როდესაც არ გიშინია იმისი რომ შენს კოლეგებს ტელევიზორში ხო რაღაც პროპაგანდისტულ არხებზე რაღაც საშინელებებს დაუძახებენ ანუ მოახდენენ ამ ადამიანების დისკრედიტაციას აღონდ იმ ადამიანებს წარმოაჩენენ რა საშინელებად რომლებიც იცი რამდენი სიკეთის მოტანი არიან ამ საზოგადოებისთვის ხო საკუთარი თქვა შრომით და არა რაღაცა ისე არ ვამბობ ხო ანუ ამაზე შეიძლება იფიქრო აუდიტორიის გაფართოებაზე მართლა მაშინ როცა არ არის შენი ფიქრები მომართული უბრალოდ იმ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რაღაც მთელ ჯაჭვზე რაზეც ვისაუბრეთ მაგრამ აი ახლა ამაზე ფიქრი ძალიან რთული არის რა თქმა უნდა ჩვენი ყველა ნაბიჯი მაგისკენ არის მომართული რომ დაველაპარაკოთ კიდევ ერთ ახალ ადამიანს რომელიც მოусმენს პოდკასტს ან უყურებს ან წაიკითხავს მასალას ხო მაგრამ ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ახლა უბრალოდ ეგ ხდება რომ ხო უბრალოდ გადარჩენის ზღვარზე ვარ თქვა გადარჩენის ზღვარზე და რა ვიცი მე მაგათაც ჩემი რაღაცა პირადი საუბრების დიდი ნაწილი დღეს კოლეგებთან არის ის რომ რა მირჩევნია წავიდეთ ციხეში ჩავიჯდეთ და მე ვარკვევთ როგორი პირობები არის ციხეში და ანუ მართლა სერიოზულად და ჩემს ვეუბნებოდი რომ მეთქი ნიუსლეთერი მექნება მეთქი ციხიდან დავწერე ციხის პირობებზე საუბარი ხო ოღონდ საერთოდ არის რაღაც გაზვიადებული ფიქრები ხო რეალობა არის და მართლა რაღაც შემთავრდა მე ბაქ ფიქრებში ვარ რომ ეგ არჩევანი გავაკე ან ვიღაც შეიძლება არჩევანი არის და ვიღაც ფიქრობს რომ რატო წავიდე ციხეში მე მართლა მეფიქრება მაგაზე რომ მე მგონი იქნებ მიჩევნია იმიტომ რომ არ ვიცი მანდაც იქიდან უდგები საიდან უფრო სასარგებლო იქნები კიდევ რაღაც საზოგადოებისა რავი ან შენ თავთან ცოტა კომფორტულად რო იყოს ეგეც ფიქრებში რო ხარ ცოტა რთული არის ერთს ვიტყვი რომ შენ ახსენე რომ არასდროს არ ყოფილა ქართული მედიისთვის რაღაც იდეალური გარემო იმისთვის რომ დამოუკიდებელი მედიის პრინციპებით იმუშაო ხო მაგრამ არც ეგეთი რამე არ მომხდარა ეხლა რაც ხდება ხო რომ უბრალოდ საუბრობდეთ აი აქ ჩვენ გქონია იგივე მედიასთან დაკავშირებული პოდკასტების სერიები და თქვენც ორივე ყოფილხართ ჩემი სტუმრები და გვისაუბრია რომ ეს საფრთხე ჩანს პერსპექტივაში და მაშინ ვასაბუთებდით იმით რომ ხო ვნახეთ აზერბაიჯანში რა მოხდა ვნახეთ იქ ბელარუსში რა მოხდა რუსეთში და ახლა უკვე ეს აღარ არის ის რაღაც მომავლის ფიქრები აქ და ახლა ხდება უკვე ეგ და ხო ძალიან რთულია რომ ესეთ დროს თქვათ რაღაც გაფართოებასთან ან რაღაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იფიქრო რაც კი საფიქრალია თავისთავად თან ბევრი მაგალითები გაქვს, მაგრამ როცა პროცესში ხარშები, მაინც თავიდან რაღაცებს გადიხარ და რაღაცებს რთულია. რაღაცა იქ იმ ქვეყნებში რაც ჩვენ ჩამოთვალე, ამ პროცესებმა წაიღო ზოგან 10 წელი, 12 წელი, ჩვენთან მოხდა, რაღაც 5 თვეში ხდება ეს რაღაცა. კი. ამას ინამომიგდო მემორიმ დოჟძის ერთ-ერთ ჟურნალისტთან ქონდა გიორგი გოგუას ჩაწერილი ინტერვიუ და ეს სათაური არის რომ სუმაკ შეგრძნება რომ ყინულზე ვდგავა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება რომ გაიბზაროს და ჩავარდე და აი ეხლა ვარ ჩვენ უკვე მაგ. კი, რამდენი თვეა უკვე ყინულზე ვდგავართ. იქამდეც არ ვიყავით ყინულისგან შორს, მაგრამ უკვე ეს თვეები ყინულზე ვდგავართ. დიდი იმედი გვაქვს, ყინული არ ჩატყდება, სულ ეგ იყო, მადლობა. მადლობა.